ადგილოცავს გუშინ იყო ბრძოლა და მართლა დღესასწაული, ისეთ დღესასწაულია ქართველებისთვის, საქრისტიანებისთვის, გილოცავთ და იგეთე იყო ჩვენ ოჯახებში და რაც პედაგოგები ისევ მართლა პირობის თვალსაზრისით დიდი მადლობა მოგვიყვება ორთულის საუბარო სახელი, საქართველოს თავმოყრის სახელი. ეს არის მართლა წარმოუდგენელი გამარჯვება. ამიტომ ძალიან ჭირდება ჩვენ ქვეყანას იცით გამარჯვება და ის შემართება, რაც გრძნობოდა ჩვენ თამაშებში. ნამდვილად აიბის დაბადაკებებია, რომ ძალიან მაგარი ერთმა დაგლოცოთ და ერთმა კარგად გამთელად იყავით და აი წარმოუდგენელი დადებითი ემოცია შეგვატეთ ეს ბოლო პერიოდია. ეს ერთიანობა, რომელიც არის, ეს ერთიანობა იქნება ყველაფრის თანამდები და დიდი მადლობა ფედერაციას ამ ერთიანობისთვის, ამ გუნდურობისთვის და სამაგალითო ხალხს დაესწრებინა. დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. მე გენაცვალ. მე ხარ ნაღდი წევრები ამ ოჯახის. ამ დიდი ოჯახის და მე ვერ წარმოგიდგენიათ რა ხდებოდა საქართველოში. აი ვერ წარმოგიდგენიათ. ოჯახი რომ საერთოდ რა ქნა საქმე არ ქონია, არ უყურებია, ისხდნენ ამ ინტერნეტთან და გულშემატკივრობდნენ და გულები უსკდებოდა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. 2017 წელს ჩვენ გვექნება მსოფლიო ჩემპიონატი ამის სიტყვას გაძლევს 20-მდე საქართველოში და თქვენის თაობა ხართ რომელიც ამ ჩემპიონატს აქ ითამაშებს. არ დაგწკრივენ წაგებაზე. ეს წაგება არის შეიძლება უფრო მნიშვნელოვანი კიდე თქვენთვის ვიდრე ის ორი მოგება. იმიტომ რომ ძალიან ბევრი რამე დავინახეთ. სამუშაო გვაქვს, საფიქრალი გვაქვს, როგორ უნდა გამოვასწოროთ, როგორ უნდა გავიზარდოთ, როგორ უნდა ავიდეთ იმ დონეზე რომ 57-0 მოგოთ ფრანგეთს. ეს ანგარიში არის ნამდვილად იმის ასახვა, რაც თქვენ გააკეთეთ იქ, ეს ყველამ ვიცით. მაგაზე თქვენ ნუ ფიქრობ, ნუ ნერვიულობ რა. ფაქტია რომ თქვენ ეს ერი კიდევ ერთხელ რა გაახარეთ და მიეცით იმისი შეგრძნება რომ ჩვენ ქართველები ვარ და რა მაგარია რომ ქართველები და ამისთვის კოცნით გეხოთ დიდი მადლობა და ეხლა დავივიწყოთ და გვინებს გადავსოთ 2017-ზე მუშაობა და აი მერე ნახოს ყველამ რას იზრდათ თქვენ კოცნით და გეხოთ